გამარჯობა საქართველოს ციურიხიდან. ახლა მე ვემართები კანტონ ცუკში. ვინც არ იცით, ეს არის შვეიცარიის ნაწილი, სადაც საგაცხადო სამოთხეა. საინტერესოა, სად დავარეგისტრირებთ საბოლოო ჯამში ჩვენს გლობალურ კომპანიას Luxium-ს, რომელიც არის მსოფლიოში პირველი ანტიინფლაციური კრიპტოვალუტა. მე მქონდა უკვე არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა ამერიკაში. ჩვენ უკვე გვაქვს ამერიკის შემოთავაზება და ახლა უკვე ხვდები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს ცუკში, იმისთვის რომ გავიარო დეტალურად რა ბენეფიტები და რა დაცულობა ექნება ამ კრიპტოვალუტას. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ყველა სახელმწიფო ცდილობს ებრძოლოს ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც არ არის მათ დაქვემდებარებაში და მათი კონტროლის ქვეშ. ამიტომ რა გარანტიები იქნება შვეიცარიის სახელმწიფოს მხრიდან ამის დაზუსტებას გეგმავთ დღეს და ალბათ ერთ კვირაში უკვე გადაწყდება საბოლოო ჯამში სად იქნება ცენტრალური ოფისი Luxium-ის. მოკლედ იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შვეიცარია არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა ცხოვრების დონით. და მე მინდა რომ ძალიან მალე საქართველოშიც იგივე იყოს. საქართველოს ბევრად ჯობია, ძალიან ბევრი პარამეტრი შვეიცარიას. უბრალოდ უნდა გაიწმინდოს ზემოთ აი ეს ბინძურე, რაც არის პოლიტიკაში. და იმედია რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში ამას მოვახერხებთ. მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გქონდა ეკონომიკის განვითარების დეპარტამენტთან, ცუგის და ახლა უკვე სხვა ქალაქში ვარ, ვინთერთურში და აქ ხვდებით იურიდიულ კომპანიას, რომელთაც გავით კონსულტაციას კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ წინასწარ შევემზადოთ, რომ შვეიცარიაში ყველაფერი არის უმაღლესი კლასის და შესაბამის პროცედურებს მოითხოვს ნებისმიერი გადაწყვეტილებას, კომპანიის რეგისტრაცია და ასე შემდეგ. ასე რომ გვაქვს სამუშაო, ეს არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყანა, რომელიც ასე ვთქვათ, ესე მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს იქნება მსოფლიო კლასის გადაწყვეტილება. გაუზვიადებლად, ნამდვილად, იმიტომ რომ მე აღფრთოვანებული ვარ სახელმწიფო უწყების თანამშრომლების კვალიფიკაციით და პროფესიონალიზმით. ამავე საინტერესო ფაქტი მეთქვა ცუკში, ანუ ამ საგაცხადო სამოთხეში, შვეიცარიის ნაწილში, მხოლოდ 15 საქართველოს მოქალაქეა რეგისტრირებული, როგორც რეზიდენტი. ასე რომ ესაც, ასე ვთქვათ, საინტერესო მომენტია ჩემთვის, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები უფრო მეტად ბევრად არიან წარმოდგენილები და ესეც მიუთითებს იმაზე, რომ რამდენად რთული და ხელმიუწვდომელია ცუგის, ასე ვთქვათ, ლოკაცია, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი მიღების წესი აქვთ ყველა მიმართულებით. ასე რომ ნახოთ რა იქნება. მეგობრებო, წინვარა შეხვედრა მქონდა იურიდიულ კომპანიასთან. საქართველოსთან შედარებით, მეგობრებო, ანუ სხვა კლასია ყველაფერი აქ შვეიცარიაში. საკმაოდ ბევრი თემა გავიარეთ, იმიტომ რომ საკმაოდ კომპლექსური საკითხი არის ჩვენი დონის კრიპტოვალუტის შექმნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რეგულაციებში ჯდება, განსაკუთრებით შვეიცარიის დონის ქვეყანაში. ინტერესო რაც რომ ყველა ძალიან აღფრთოვანებით ხდება, როცა უხსნი რა დონის კრიპტოვალუტას ვქნით. ანუ ეს არის ფაქტიურად კრიპტოვალუტების შემდეგი ეტაპი, რასაც ჩვენ ვქმნით და ის უნიკალური ალგორითმი, რითიც იმუშავებს. ასე რომ საკმაოდ საინტერესოდ მიდის ყველაფერი, მე ძალიან ყვაყოფილი ვარ, თუმცა ვნახოთ რა იქნება უახლოეს დღეებში და როგორც გავარკვიე, მინიმუმ ერთი კვირა საჭირო იმისთვის, რომ რაღაცები გადაწყდეს. ეგრეთ წოდებული ტესტირება მოხდეს ჩვენი იდეის ოფიციალურ დონეზე შვეიცარიაში. და შემდგომ უკვე წამოვა მათგან გარკვეული წინადადებები და ამ წინადადებების მერე უკვე ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ასე რომ დარჩით ხაზზე, გააზიარეთ რომ ბევრმა ნახოს რომ ჩვენ დაბლოკილი გვაქვს Facebook-ი დღემდე 1 წელია უკვე დაბლოკილი გვაქვს და ერთად უნდა გავარღვიოთ ეს ბლოკიც, ეს კორუფციაც და ერთად უნდა გავძლიეროთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანს შემოგვიერთდეს იმისთვის რომ ჩვენ შევქმნათ ყველაზე დიდი ძალა საქართველოში, ისეთი ძალა, რომელსაც არ შეეშინდება არავისი.
და მას მივახცოთ პირველ რიგში ფინანსური დამოუკიდებლობით. ამას ვაკეთებ ეხლა ზუსტად რომ ჩვენ ვიყოთ ფინანსურად დამოუკიდებლები, რომ მათ ვერ შეძლოს სისტემამ ვერ შეძლოს მანიპულაცია ჩვენით.